მომბის მიერ გადაღებული მასალა უკრაინიდან კიევში მყოფმა ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა ქვეყნის პატრიარქი ფილარეტი ჩაწერა. ინტერვიუში ეკლესიის ხელმძღვანელი მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების მნიშვნელობაზე საუბრობს და მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს. პატრიარქი რუსულ აგრესიაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამ კონტექსტში პარალელებს საქართველოსთან ავლებს. შეგახსენებთ, რომ 3 დღეში უკრაინის მოსახლეობამ ახალი პრეზიდენტი უნდა აირჩიოს. პატრიარქ ფილარეტს ქეთი ბოჯგუა ესაუბრა, ქეთი გისმენთ. როგორც საქართველოს, ისე უკრაინას სურთ დამოუკიდებლობა და თავისუფლება. ეს განცხადება უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა მოამბის კამერასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც მან დღეს ტარას შევჩენკოს 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით კიევის ერთ-ერთ ეკლესიაში გადაიხადა პანაშვიდი. როგორც პატრიარქი ფილარეტი ამბობს, ტარას შევჩენკო ჯერ კიდევ 200 წლის წინ იბრძოდა უკრაინის თავისუფლებისთვის და დღეს, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობას რუსული აგრესია ემუქრება, მისი პოეზია და მისი იდეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. პატრიარქმა ფილარეტმა საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შორის პარალელიც გაავა. ქართველმა ხალხმა უკვე გადაიტანა ის, რასაც დღეს ჩვენ განვიცდით. ჩვენ მოძმე ხალხები ვართ და ორივეს გვაერთიანებს სურვილი ვიყოთ დამოუკიდებლები, თავისუფლები და ვიცხოვროთ დემოკრატიულ ქვეყანაში. დღეს, როცა უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას რუსეთის აგრესია ემუქრება, ტარას შევჩენკოს პოეზია და იდეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ის უკრაინის თავისუფლებისა და ხალხის ნების დასაცავად ჯერ კიდევ 100 წლეულების წინ იბრძოდა. უკრაინის პატრიარქმა დღეს არჩევნებამდე 3 დღით ადრე ისაუბრა იმის მნიშვნელობაზეც, თუ რატომ უნდა წავიდნენ უკრაინელი მოქალაქეები არჩევნებზე და რატომ უნდა მოიხადონ თავისი მოქალაქეობრივი ვალი. მე მივდივარ არჩევნებზე და უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის კიევის საპატრიარქოს წმინდა სინოდმაც მოუწოდა მოქალაქეებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე. ამ არჩევნებზე უკრაინელი ხალხის ბედი წყდება. ვინც არ მივან, უღა დაიჩივლებს, რომ პრეზიდენტი არ არის ისეთი, როგორიც მას სურს. უკრაინელებმა უნდა გააკეთონ არჩევანი და ვინ იქნება მათი პრეზიდენტი, ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს. მე შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე 3 დღეა დარჩენილი. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 21 კანდიდატი ჰყავს დარეგისტრირებული. ჩვენ ვაგრძელებთ კიევში მუშაობას და წინა საარჩევნო პერიოდისა და არჩევნების გაშუქებას. გმადლობთ, ქეთი, უფრო ვრცლად მასალა კიევიდან ნახეთ მოამბის მთავარ გამოშვებაში.